მოგესალმებით მეგობრებო, თქვენი საყვარელი გახმოვანება დაიწყო ამ ვიდეოში, ეგრევე დაწყებისთანავე. აქ ვაკეთებთ ორცხობილებს, პეჩენიებს, მე და ლილე, იმიტომ რომ მოისურვა რომ მინდაო პეჩენია, არ გქონდა არაფერი ნაყიდი და მოდი მეთქი უცებ გაგიკეთებთქო და ისეთ ერთად თან გავერთეთ, ლილე გაერთო, მე რამდენად გავერთე, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ლილე გაერთო. და თან კარგი გემრიელი ორცხობილები გამოვაცხეთ. ახლა ჩემ გვერდზე ამ მომენტში ლილეს ძინავს, ჩემს ლოგინში გადაწყვეტა დაძინება, სანამ მამიკო მოვა, მანდ დავწვევიო და მერე მამიკო რომ მოვა, გადავალო. სოსო გადაიყვანს, რომ დაბრუნდება სახლში, ახლა ჩემთან ამ ვიდეოს მონტაჟის დროს არის დაახლოებით 10 საათი საღამოსი. დღეს გასულები ვიყავით, სად ვიყავით გასულები ამ ვლოგშიც ნახავთ. არაფერს აღარ გეტყვით წინასწარ. ხო და აი ესე ვაკეთებდით 7 მარტს მე და ლილე პეჩენიებს. ხო, ძალიან ადრე მოხდა დაწყებული ეს ვლოგი, მაგრამ ისე ნაწილ-ნაწილ ვიღებ ხოლმე და მე ვაერთებ. რახან მე ყოველდღიურ ვლოგებს არ ვდებ, ესე ნელა-ნელა ვიღებ ხოლმე და მე ვათარიღებ და ამით გეუბნებით იმას, რომ მე ყოველთვის ვიღებ, უბრალოდ იშვიათად ვდებ ვიდეოებს. ესე ნაძვის ხის ფორმები ნახე მხოლოდ, სხვა ფორმები სხვაგან იყო შედებული და მაგ დღეს ვერ ვიპოვე, დღეს რო ვალაგებდი, გენერალური დალაგება დავიწყე სახლის და ალბათ ეს კადრები უკვე შემდეგ ვლოგში იქნება გენერალური დალაგების. ხო და დღეს აღმოვაჩინე სხვადასხვა ფორმები, რომელსაც ვეძებდი მაგ დღეს. ხო და შემდეგში იმ ახალი ფორმებით გავაკეთებთ კიდევ პეჩენიებს. ესე ლილეც ძალიან ბედნიერია, როგორც ხედავთ. ორცხობილები გემრიელი გამოვიდა ძალიან. სად მივდივართ, დე? როგორ ფერია, თმა? ესე იგი, დღეს არის 8 მარტი და სრულიად მოულოდნელად სოსო სახლში დაბრუნდა 2 საათით ადრე, მოიტანა ყვავილები ჩემთვის, ლილესთვის და ბებია ჩემისთვის, ხო და ჩემი ოთახის მეზობლისთვის, გოგონასთვის. ხო და მე ისევ წავიდა, რომ წავალ ხა ისევ ვიმუშავებო და მე ცოტა ხანში ისევ მირეკავს და მეუბნება, რომ არაო მოვალო და შენ და ლილესო გარეთ გაგიყვანთო ცოტა ხნითო და სადმე წავიდეთო და ახლა ველოდები ბანკშია. ხო და უნდა წავიდეთ, ლილეს ვკითხეთ, რა თქმა უნდა, ეს ხო ჩვენი ის არის, რა ქვია, უფროსი, ხო? ხო და ამან ბრძანა, რომ ნაგეცები და ფრი მინდაო, ესე რომ მივდივართ მაგის საჭმელად. აი და მასაჭმელად არა. ფრის მაღაზიაში, რა შევდեմ? ფრის მაღაზიაში, ხო? ფრის მაღაზია არა, ფრის მაღაზიაში. კაი. და ხვანახო ბავშვებს. სახში გამოვიღოთ. აუ რა, რატო ჩაახვიე ისე? ცხელია.
არა. აქ გადავწყვიტე რომ გამიკეთებინა განსხვავებული ბორში. ეხლა რას ქვია განსხვავებული ბორში? ყველაფერი ის გავაკეთე რა როგორც ვაკეთებთ ყველანი, ხო? ყველა ინგრედიენტი, მაგრამ მე დავამატე ასევე ლობიო და თუ არ ვწდები იმ ლობიოში სტაფილოც იყო და სიმინდიც მე მგონი ცოტა თუ როგორც მახსოვს რა. ნუ აი მარცვლეულის ნაკრები დავამატე რა ეს ჩანს აქაც ვიდეოში. ხო ძალიან მინდოდა წვნიანი და კონკრეტულად ბორში და რაღაც განსხვავებული და გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა. როცა კარგად ვარ შემიძლია საჭმელის კეთება. ნუ კარგად რას ქვია ნორმალურად როცა ვარ. კარგად ბოლომდე კარგად არასდროს არ ვარ რაც ფეხზე მე თუ არ ლილეზე მე ამ დისკომფორტმა გამიარა 16 კვირიდან. ახლა ამ ვლოგის დამონტაჟების დროს ვარ თითქმის 19 კვირის. სადღაც დაახლოებით 1 კვირაში ვხდები ცოტა მეტში 20 კვირის და ჯერ კიდევ სუსტად გრძნობ თავს. ანუ არ გამიარა ბოლომდე ტოქსიკოზმა. ლილეზე კიდე 16 კვირის შემდეგ უკვე არაფერი, საერთოდ არაფერი არ ამტკიებია. კი ვიწვალე 15 კვირამდე, მაგრამ მერე გამიარა და ახლა კი შედარებით ბევრად უკეთვარ, არც შევატარებ პირველ 3 თვეს, ეს იყო ჯოჯოხეთი მართლა. მაგრამ რო ვთქვა რომ აი ბოლომდე კარგად ვარ, არა ვარ კარგად. ისევ წამალზე ვარ დამოკიდებული, ღებინების წამალზე. ამას დაემატა ჩემი კბილების კეთება. ეს დისკომფორტი ცალკეა და ნუ მოკლედ რა. ძალიან ისეთი ჯერჯერობით რთული პერიოდი მაქვს. მაგრამ იმედია ეს ყველაფერი მალე დასრულდება. წაგეწუწუნეთ ცოტა. ეხლა ვარ თან წამოწოლილი და ისე ვამონტაჟებ, ისე ვადებ ხმას ამ ვიდეოს. ხანის ბულში სვაიგაბაკ. აი ხوار ხანდა რა უცხელმოწერით არის მაინდა. ტიკო, როგორ ხაიდი? ესე იგი
გამოვედი უკვე 1:40 წუთია, რომელია. ჩემი ქრის მანქანაზე მაგარი საათია. მოკლედ. 2 საკლ და რაღაც წუთები რო გამოვედი. დაახლოებით 40 წუთის უკან რა. ნუ ეხლა სტომატოლოგიურ არასასიამოვნო პროცესია, არავისთვის ახალი ამბავი არ იქნება, ხო ესე. ნემსები მეტკინა, ეხლა თვითონ პროცესი არაფერი ვერ გავიგე ეხლა, მაგრამ ნემსები მეტკინა. აქეთა ის ამა კიდე წამალი მაქვს და ცოტა ესე თუ ლაპარაკობ, არ შეიმჩნიოთ, იმიტომ რომ მე უგრძნობა აქ ცოტას. ფეთქვა უკვე დაიწყო, ეხლა უკვე მგრძნობელობაში მოდის და მე ვიცი რომ ამტკივდება კიდევაც ეს. ხო და ჯერ ორი კვილი მაქვს. ნერვი მოსაკლავი ორი კბილზე იყო, დღეს მხოლოდ ერთზე მოიღეს თუ მოკლეს როგორც ეძახია ნერვი. გაქლიბეს ეს კბილი და თუ იყო ამხელა დარჩა ამხელა. ეხლა არ მინდა რომ განახოთ, ყველა მიცით ხო როგორია. ჩაკლიბული მაქვს და პატარა კვილი დარჩენილი. შემდეგ კვირას ვარ დაბარებული რომ მეორე კბილს მიხედონ იგივენაირი პროცედურებით და მე უკვე გავაგზავნით დაზღვევაზე კიდევ რომ უკვე გვირგვინები გამიკეთონ კბილზე კბილები რომ გამიკეთონ რა ეს გვირგვინები იმიტომ რომ ჩემი აღარ იქნება ეს ყველაფერი დამიფინანსდა აქ ვინც ახართ ახლა იმათ გასაგონა თუ ამბობ რომ ფიდელისმა ეს დაპლომვა და ნერვის მოკლა დამიფინანსა ორ კბილზე მჭირდებოდა გვირგვინებსაც დაგიფინანსებენო ნუ ესე მეუბნება ექიმი და ახლა იცის ალბათ რომ დამიფინანსებენ ჩემ ხმა რატო არის სხვანაირში ამ შემით იმიტომ რომ გლანდები მტკივა უკვე დღეს არის მესამე დღე დღის მანძილზე ისე რა მტკივა, მაგრამ დილაობით ისე მტკივა, რომ ვერ ვლაპარაკობ და ნერწყუსაც ვერ ვყლაპავ. არანაირ გამაყუჩებელს ავრსვავ. არ დამილევია, გავუძელი. მე თვითონ მე მის სტრეპტოციტიანი წყალი გამოვივლე გლანდებში. ხო და ნუ გამაყუჩებელი არაფერი არ მიმიღია. თუმცა ეხლა კბილის გამო ანტიბიოტიკი დამინიშნა ექიმმა 5 დღე, დღეში ერთხელ უნდა დავლიო. ნუ ყველაფერი გათვალისწინებულია, ჩემი ფეხმძიმობა გათვალისწინებულია ყველანაირ მედიკამენტში. და 5 დღე უნდა დავლიო ეს ანტიბიოტიკი. ხვარი და უნდა დავიწყო 5 დღეს მანძილზე. თუ აქ ტკივდება დალია გამაყუჩებელია, მაგრამ იმედია ისი არ ამტკივდება, რომ ვერ გავუძლო. თუ გავუძელი არ დავლევ და თუ რაღაცა გაუსაძისად ამტკივდა ეხა ეს წამალი მოქმედებას რო დაკარგავს მე დავლევ უკვე თუ ვეღარ ავიტანი ისეთი ტკივილი თუ იქნება ესეთი ამებია ესე ჩაიარა დღევანდელმა დღემ უკვე მაჟრიალებს 19-ში ვარ დაბარებული მეორე კბილზე და უკვე მაჟრიალებს იმიტომ რომ იმ ნემსების გაკეთების პროცესი არის საშინელება. მაგრამ კბილის ტკივილი უფრო საშინელებაა. ამიტომ ჯობია რომ მოვიტვიროთ. ხო. ეხლა სოსუ არის შესული აფთიაქში რომ გამომიტანოს ანტიბიოტიკი და მე უნდა წავიდე კლინიკაში. საბუთებში მაქვს ჩემი სამედიცინო საბუთებში მაქვს რაღაცები გასარკვევი. და მე უკვე წავალ სახლში. ეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა. მთელი 5 წუთია ამ ყველაფერს გიყვებით. ამინდი დღეს არის გადასარევი. ერთი სული მაქვს რომ გაზაფხული კარგად დადგეს. ზაფხული მარტო იმიტომ რომ ბავშვი დაიბადება ზაფხულში, თორე ზაფხულს არ ვინატრებ. მაგრამ გაზაფხულის თვილი დღეები ძალიან მიყვარს და აი მინდა რომ კარგად შემოვიდეს გაზაფხული, რომ დღე ისეთ მიდოდეს, რომ გარეთ გახვიდე.
გაასეირნო ბავშვი ლილე წავიყვანო წამოვიყვანო აი ესეთი თბილი ამინდები მინდა რა იმედია რომ მალე მოვა ეგეთი თბილი ამინდები წავედი ახლა თუ რაიმე ახალი ეგრევე თქვენთან ვარ მინდა გამო ამინდი მთლად შესანიშნავი არ არის ხო დაკავისეირნად შეგეცა პარკში თამაშობთ მთლად შესანიშნავი ამინდი არ არის მაგრამ ძალიან სიცივეც არ არის ნუ ამ მანტოში ვეგუზრობ ხა დიდად სეირნობთ სანამ წვადი შეიწვება ხოდე ლილე მიდის ახლა გასართობ იმაზე სასრიალოებზე ხო და მე მიუბრუნდებით უკან და დაგხვდება შამფურზე აცმული ხორცი ალბათ მე სახლში თან უბურკა მაქვს გენერალურ დღეს არ გადამიღია არაფერი, ცოტა-ცოტას გავაკეთებ, მე დავისვენებ კიდე და ეხლაც რაღაცები დილით გავაკეთე, რომ მიბრუნდებით სახლში. მე გავაგრძელებ კიდე რაღაცებს და ესე ნელა-ნელა გენერალურად დავალაგებ სახლს. ამასობაში ჩემი მდგმურებიც სწავლენ. ლილეს ოთახსაც მივხედავ. არ გადააქციო წყალი. და ჩადგება ყველაფერი კალაპოჩში. რა რბილია ხო დაბლა? ეხს რო ადგა. Ela de arki arama. საღამოს ვიბანავებთ, ხვალ ბაღისთვის გავემზადებით. Fashion. Orada
გამოსმარდა და მოყარეთ. ხო. ყველას და მოყარეთ.